მოგესალმებით. ბავშვის ზოგადი წარმატება და განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსჯელობის და პრობლემის გადაჭრის უნარების ჩამოყალიბებაზე. მსჯელობის უნარი ბავშვებს მოვლენების სხვადასხვა კუთხით დანახვაში ეხმარებათ. აძლევთ საშუალებას დაინახონ კავშირები იდეებსა და საკუთარ ცოდნას შორის. პრობლემის გადაჭრის უნარები კი ეხმარებათ მიმართებების აღქმაში, ცვლილებებთან გამკლავებაში. მათ უფრო თავდაჯერებულს ხდის გარემოსთან შეგუებისა და მასზე რეაგირების თვალსაზრისით. დღევანდელ ვიდეოში გაგიზიარებთ რამდენიმე სავარჯიშოს, რომლებიც სწორედ ამ უნარების განვითარებას უწყობს ხალხს. პირველი სავარჯიშოსთვის დაგჭირდებათ ფლომასტერები, მაკრატელი და 9 უჯრად დაყოფილი ფურცელი, რომლის ნიმუშის ჩამოტვირთვასაც შეძლებთ ვიდეოს აღწერილობაში მითითებული ბმულიდან. ეს სავარჯიშო სხვებთან შედარებით ყველაზე მარტივად მოსამზადებელია და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თქვენს წარმოსახვაზე. ფურცლის დახაზულ ნაწილში ჩახატეთ ნებისმიერი რამ, რაც თავში მოგივათ. ეს შეიძლება ერთი დიდი ფიგურა იყოს, რომელიც მთელ ფურცელს დაფარავს, ან რამდენიმე პატარა. მთავარია ნახატი ერთდროულად რამდენიმე უჯრაზე გადადიოდეს. ასეთ შემთხვევაში მოგვიანებით მისი აწყობა უფრო მარტივი იქნება. ხატვის დასრულების შემდეგ გამოჭერით უჯრები. შემდეგ ის თხოვეთ ბავშვს ფაზლის აწყობა. ურჩიეთ გამოიყენოს ვიზუალური მიმანიშნებლები და ისე განსაზღვროს, თუ სად უნდა მოთავსდეს ფაზლის თითოეული ნაწილი. მაგალითად, თუ კი ორი ნაწილი ერთმანეთის მსგავსია, სწორადაა თუ არა ისინი განლაგებული. ხომ არ არის საჭირო რომელიმე შემოტრიალება. მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებისთვის კიდევ ერთი სახალისო სავარჯიშო წერტილებისგან შემდგარი ბადის გამოყენებას უკავშირდება. წერტილებიანი ბადის გამოსახულების მქონე ფურცლის ჩამოტვირთვას შეძლებთ ვიდეოს აღწერილობაში მითითებული ბმულიდან. ამ სავარჯიშოსთვის ასევე დაგჭირდებათ ფლომასტერები და ხის ჭხირები. პირველ რიგში განსაზღვრეთ, რომელი ფერის ფლომასტერებს გამოიყენებთ. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი ფერი დავალებას აიოლებს, ცოტა ფერი კი ართულებს. ჩვენ შემთხვევაში 4 ფერის გამოყენება გადავწყვეტეთ. თითოეულ წერტილს გადაატარეთ ფლომასტერი. ფაზლის ბადის დასრულების შემდეგ ფაზლის ჭხირების დამზადების დროა. ფაზლის ჭხირები შეიძლება ჰორიზონტალურად განლაგდეს და ასეთ შემთხვევაში 5 წერტილს დაფარავენ. დიაგონალური განლაგების შემთხვევაში კი 4-ს. თუ კი მათ ვერტიკალურად მოვათავსებთ, ასეთ შემთხვევაშიც 5 წერტილი დაიფარება. თუ შედარებით მარტივი ფაზლის შექმნა გსურთ, შეარჩიეთ ისეთი ჭხირები, რომლებიც მხოლოდ რომელიმე ერთი მიმართულებით განლაგდება, მაგალითად ვერტიკალურად. გაითვალისწინეთ, რომ დიაგონალური პატერნების პოვნა ყველაზე რთულია. პირველ რიგში შევქმნათ ჰორიზონტალური ფაზლის ჭხირი, ბადეზე დატანილი ნებისმიერი 5 წერტილისგან. შემდეგ კი ვერტიკალური ფაზლის ჭხირი. როგორც ხედავთ, ვიპოვეთ მსგავსი პატერნი, სადაც ერთი შეხედვით მსგავსი ფერებია მოცამული, თუმცა როცა შევადარეთ, ჭხირზე გამოსახული ფერები არ აღმოჩნდა წერტილების იდენტური. სულ ბოლოს კი დიაგონალური ფაზლის ჭხირი დავამზადეთ. ახლა, როდესაც უკვე დავამზადეთ რამდენიმე ფაზლის ჭხირი, ცადოთ მათი მოთავსება ბადის შესაბამის წერტილებზე. ამ ჭხირზე 5 წერტილია დატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება ჰორიზონტალურადაც დაიდოს და ვერტიკალურადაც. მომდევნო ჭხირს 4 წერტილი აქვს, ანუ ის დიაგონალურად უნდა დავდოთ. ჩვენი ფაზლის შემთხვევაში შესაძლოა რამდენიმე ჭხირი ერთმანეთის გადამკვეთი აღმოჩნდეს, რაც ცოტათი ართულებს დავალებას. თქვენ შეგიძლიათ ისე გააკეთოთ, რომ ჭხირებმა ერთმანეთი არ გადაფარონ. გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ ცვალოთ ჭხირების რაოდენობაც. არ არის აუცილებელი იმდენი ჭხირი გქონდეთ, რომ მთელი ბადე დაიფაროს. ისეთი სივრცითი მიმართებების სწავლებაც, როგორიცაა მარცხნივ, მარჯვნივ, ზემოთ და ქვემოთ, ასევე უწყობს ხელს მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას. მომდევნო სავარჯიშოსთვის დაგჭირდებათ მუყაოს ნაჭერი, ისრის თარგი, რომლის ჩამოტვირთვასაც შეძლებთ ვიდეოს აღწერილობაში მოცემული ბმულიდან, 4 სხვადასხვა ფერის, სასურველია წითელი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი ფერის ფლომასტერი, მაკრატელი, ტყელთავიანი ჭიკარტი, შავი ფერის მარკერი და სახაზავი. დაიწყეთ ისრების გაფერადებით, შემდეგ კი გამოჭერით ისინი. შავი ფერის მარკერითა და სახაზავის გამოყენებით მუყაოს ნაჭერზე გაავლეთ ვერტიკალური ხაზი, ისე როგორც ეს ვიდეოშია ნაჩვენები. შემდეგ კი დაამაგრეთ ისრები მათივე ფერის ჭიკარტებით.
მუყაო, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არ აღმოჩნდა საკმარისი სისქის, რომ ჭიკარტის წვეტიანი მხარე დაეფარა. ამიტომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მას შემდეგ რაც ყველა ის არის დავამაგრეთ, მუყაოს ნაჭერს უკანა მხრიდან დამატებითი ფენა დავაკარით. როგორც ხედავთ, ამის ამოტრიალების შემდეგ ჭიკარტების წვეტიანი მხარე აღარ ჩანს. დაალაგეთ მუყაოს დანარჩენი ისრები თქვენთვის სასურველი თანმიმდევრობით და ჩაამაგრეთ ისინი ჭიკარტებით. შემდეგ ის ზედა ნაწილში განთავსებული ისრები თქვენთვის სასურველი სხვადასხვა მიმართულებით შეატრიალეთ. მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში წითელი ზემოთაა მიმართული, ყვითელი მარჯვნივ, მწვანე ქვემოთ და ლურჯი ის არის მარცხენა მხარეს უჩვენებს. ახლა კი სთხოვეთ ბავშვს აამოძრავოს შავი ხაზის ქვემოთ მოცემული ისრები, ისე რომ ისინი იმავე ფერის ისრის მიმართულების შესაბამისი იყოს. მოდით კიდევ ვცადოთ. ამჯერად წითელი ის არის მიმართულია მარცხნივ, ყვითელი ქვემოთ, მწვანე მარჯვნივ, ლურჯი კი ზემოთ. შეგიძლიათ ნახოთ, რამდენად სწრაფად შეძლებს ბავშვი სწორად შეუცვალოს ისრებს მიმართულებები. შეგიძლიათ გაართულოთ ამოცანა და შესთავაზოთ ბავშვს თითოეული ისრის მოძრაობასთან ერთად შესაბამისი მიმართულებას დაასახელოთ. სავარჯიშო მოითხოვს კონკრეტული პატერნის აწყობას და ეყრდნობა ვიზუალური უნარების გამოყენებას. ამ სავარჯიშოსთვის დაგჭირდებათ კვერცხის ცარიელი კონტეინერი, მცირე ზომის ფერადი საგნები, მაგალითად კუბიკები, მათი შესაბამისი ფერის ფლომასტერები, შავი მარკერი, სახაზავი და ფურცელი. პირველ რიგში გადაკეცეთ და 4-ად გაჭერით ფურცელი. კვერცხის ჩასაწყობ კონტეინერს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ჰორიზონტალურად 3, ვერტიკალურად კი 5 ჩაღრმავება აქვს. თუ გსურთ, შეგიძლიათ 10 ადგილიანი კონტეინერს გამოიყენოთ. დახაზეთ ფურცელზე იმდენივე უჯრა, რამდენი ადგილიც იქნება თქვენს კონკრეტულ კონტეინერში. რადგან ჩვენ შემთხვევაში წითელი, ყვითელი და ლურჯი ფერის კუბიკები გვაქვს, ფურცელზე მათ დასახატადაც წითელი, ყვითელი და ლურჯი ფერის ფლომასტერები შევარჩიეთ. განაგრძეთ სხვადასხვა ფერის კვადრატების ხატვა მანამ, სანამ მთელი გვერდი არ შეივსებო. ახლა კი მომდევნო ფურცელზე გადავიდეთ, ოღონდ ამჯერად ფერადი კვადრატები სხვა თანმიმდევრობით ჩავხატოთ. ახლა კი დროა ვთხოვოთ ბავშვს შეავსოს კონტეინერი ფურცელზე გამოსახული კვადრატების მიხედვით. როდესაც ერთ ფურცელს დაასრულებს, შეამოწმეთ მისი ნამუშევარი. შემდეგ კი შეგიძლიათ თავიდან სწავლოთ, ამჯერად სხვა ფურცლის გამოყენებით. გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ფერი. მთავარი იგი ემთხვეოდეს თქვენს მიერ გამოყენებული საგნების ფერებს და შეგიძლიათ გააკეთოთ იმდენი განსხვავებული ვერსია, რამდენიც გსურთ. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ჩვენს მიერ აღწერილი სავარჯიშოები დაეხმარება ბავშვს მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებაში. თუმცა გახსოვდეთ, რომ ამ სფეროების განვითარების ერთ-ერთი ეფექტური გზა ბავშვთან საუბარია. მაგალითად, სთხოვეთ მას გააკეთოს არჩევანი ორ სხვადასხვა ვარიანტს შორის, შემდეგ კი აგიხსნათ, რის საფუძველზე მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. სცადეთ ვიდეოში მოცემული სავარჯიშოების ჩატარება და აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის.